გამარჯობა, ეხლა გაჩვენებთ რა ვიყიდე 8 ევრო და 7 ცენტად საუზმისთვის ლატვიაში. მე უკვე წლებია ლატვიაში ვცხოვრობ და მარტში გადმოვედი საქართველოში საცხოვრებლად და მან ფასები რო ვნახე პირველად შოკში ვიყავი. და ეხლა როდესაც უკან დავბრუნდი, თითქოს აქ ყველაფერი უფრო იაფი მეჩვენება. მოკლედ გაჩვენებთ რა ვიყიდე. პირველ რიგში ჩემი საყვარელი ყავა რომელიც ყველაზე მეტად მენატრებოდა ხოლმე თბილისში ცხოვრებისას. ეს არ არის ძვირად ღირებულ კოფიშოპში ნაყიდი ყავა, ეს არის ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში ნაყიდი ყავა, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით ბევრ კოფიშოპის ყავას ჯობია. გადავიხადე დაახლოებით 2 ევრო, ევრო და 99 ცენტი, ისე სანამ მე წავიდოდი საქართველოში მარტში, მანამ ღირდა ევრო და 99 ცენტი, 10 ცენტით გაძვირებულა ესეც. ტოსტის პური ვიყიდა, რომელიც ღირდა ევრო და 79 ცენტი, თუმცა მე მაქვს ამათი ლოიალური კლიენტის ბარათი და ყოველთვის აკლდება ხოლმე თანხა საწყის ღირებულებას. მე მგონი ევრო და ალბათ 30 ცენტამდე გამოვიდა ბარათის გატარების შემდეგ. შემდეგი არის ეს კრუასანი. 2 ცალი კრუასანი ვიყიდე, რომელიც ძალიან ფრეში აღარ არის, იმიტომ რომ ეხლა არის დაახლოებით 12 საათი, დილით 8-ზე არის ხოლმე უგემრიელესი, მაგრამ ესეც გემრიელია და როგორც მახსოვს, ეს ღირდა 44 ცენტი. შემდეგში მაქვს კოკა-კოლა, ეს არის 2 ლიტრიანი კოკა-კოლა და ღირდა ფასტაკლებით ღირდა, მე მგონი ევრო და 79 ცენტი. შემდეგში მაქვს კიტრი და პომიდორი, ესეთი კიტრი, რა თქმა უნდა, ერთი ცალი ვიყიდე, იმიტომ რომ მეტი არ მჭირდება. კიტრი გამოვიდა დაახლოებით 34 ცენტი და ასევე ვიყიდე 2 ცალი პომიდორი, რომელიც ღირდა ორივე ერთად 76 ცენტი. და ვიყიდე ასეთი კრემყველი, ეს არის ბალტაის კრემყველი და რამდენი გრამია, ვერ ნახე ჯერჯერობით. 150 გრამია. საკეთებენ ბაზილიკით და არის უგემრიელესი, ჩემი ყველაზე საყვარელი კრემყველია და როგორც მახსოვს, ფასტაკლებით, ესეც ფასტაკლებაზე იყო. თითქმის ეს სულ ფასტაკლებით არის ხოლმე. აქ რძის პროდუქტები ძალიან ხშირად არის ფასტაკლებით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მალფუჭებადი პროდუქტია. მოკლედ, ეს არის ჩემი საუზმე, რომელიც რა თქმა უნდა ერთი დღის არ არის. კოკა-კოლაც, კრემყველიც და პომიდორიც და პურიც, რა თქმა უნდა, ხვალაც მექნება და სავარაუდოდ ზეგაც. მოკლედ 8 ევრო დაახლოებით ალბათ 25 ლარია ქართულ ფულზე. 25 ლარში ამდენ რაღაცას ჩემი აზრით საქართველოში ვერ ვიყიდი. მეც დაახლოებით 1 თვის წინ ჯერ კიდევ მან ვცხოვრობდი და 25 ლარად 2 კრუასანს და 1 ყავას ვიყიდიდი მხოლოდ. აქ მომივიდა 2 კრუასანი, 1 ყავა, 1 2 ლიტრიანი კოკა-კოლა, 150 გრამიანი კრემყველი, პური, კიტრი, პომიდორი. მოკლედ, სულ ეს იყო ჩემი საუზმე. იმედია მოგეწონათ ვიდეო, თუ გაინტერესებთ რამე ლატვიაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, დამიწერეთ კომენტარები და აუცილებლად კი პასუხებთ, ან ვიდეოს ჩავწერ, მაგალითად, რამდენს ვიხდი ბინაში, ტრანსპორტში და ასე შემდეგ. ეხლა გამიშტობებით. ნახვამდის!